საღამოშიდობის მეგობრებო, გამომწერების თხოვნით დღეს მინდა ცოტა ჩემ თავზე ვისაუბრო, ანუ თხოვნით რა ადამიანები, როდესაც წერენ რა პროფესიის ვარ, რას მუშაობ რეაბილიტაციაში, ვარ თუ არა სერტიფიცირებული კონსულტანტი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ყველას ვეუბნები ვარ, მაგრამ ამბობ ერთია, დოკუმენტი მეორე. და ასევე ზოგს გონია, რომ თითქოს ყოფილი ნარკო ან თამაშ დამოკიდებული ვარ, რომელიც გამოვხიზდი და ეხლა მუშაობ სადღაც სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც მაქვს ესე უფლება უბრალოდ ადამიანებს დავეხმარო. მეგობრებო, საბედნიეროდ სარეაბილიტაციო ცენტრ ზენში ვერ დაიწყებს ადამიანი მუშაობას თუ არ არის კვალიფიციური სპეციალისტი და პროფესიონალი. მე მინდა მოკლედ CV გაჩვენოთ ჩემი, რა მაქვს ამ 3 წლის განმავლობაში, რა შრომა ჩავდევი, რა მოვიპოვე, რა სერტიფიკატები გამაჩნია. პირველი რაც შემიძლია გაჩვენოთ მეგობრებო, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების თერაპიული ინტერვენციების სერტიფიკატი გამაჩნია, აი მეგობრებო, აგერ გიორგი სიჭინავა. მეორე, ტრანზაქციული ანალიზის თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული გამოყენება, ესეც კლინიკურ ფსიქოლოგთან რომან შონიასთან აქვს გავლილი, აგერ არის. მესამე მეგობრებო, ქიმიურ დამოკიდებულებათა ფსიქოლოგია და რეაბილიტაციის მართვა. ამის დოკუმენტიც მეგობრებო, აგერ გამაჩნია. შემდეგი არის მეგობრებო, CBT თერაპიას ხშირად საუბრობ, ხო? კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საფუძვლები. აი, CBT თერაპია. შემდეგი არის მეგობრებო, DBT თერაპიაზეც ხშირად გესაუბრებით ლაივებში, დიალექტიკურ ბიჰევიორული თერაპიის თეორიული და პრაქტიკული კურსიც გავლილი მაქვს. აი აქ თან დროებიც არ ვთქვი, 12 საათიანი პრაქტიკული კურსი მაქვს მაგალითად გავლილი, ნათია კუჭუხიძესთან. აი შემდეგი არის მეგობრებო, სამოტივაციო ინტერვიუების ტექნიკები ფსიქოლოგიურ პრაქტიკაში. მეგობრებო, ზოგს რაღაც ისეთ ტერმინებს საუბრობ, შეიძლება ყველას არ ესმოდეს, მაგრამ თუ რეაბილიტაციაში მუშაობ, ამის ცოდნა სავალდებულო და აუცილებელია, იმიტომ რომ ძალიან დიდ პასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე, რაც არის ადამიანის გამოჯამთელება და ყველაფერი რო გადავდოთ გვერდით, ვსაუბრობთ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაზე. აი მეგობრებო, და პროფესიული მომზადების კურსი კონსულტანტებისთვის 28-11 კი ბატონო, ტრენერი რომან შონია. დროს ვაკვირდებოდი უბრალოდ 192 საათიანი პრაქტიკული კურსები მაქვს მეგობრებო გავლილი. ეს არის ამ ეტაპზე ჩემი მონაპოვარი, მაგრამ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ, ზოგადად ძალიან ფართო მცნება არის ადიქცია, დამოკიდებულება, ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, ძალიან პასუხისმგებლობით ვუდგები ჩემს სამსახურს და ზოგადად ადამიანი, რომელიც მოდის ჩემთან თერაპიაზე, მოდის რეაბილიტაციაში, წელში გამართული ხდები იმ კუთხით, რომ მხოლოდ რაღაც საკუთარი წარსულის გამოცდილება, სლოტების თამაში ან ნარკოტიკი არ არის საკმარისი, ეს ჩემი პირადი გამოცდილება უბრალოდ და ერთადერთი ადამიანს ეს რაშიც ეხმარება, მოტივაციას აძლევს. დანარჩენი სავალდებულო და აუცილებელი არის კონდეს პროფესიონალური განათლება, გაგაჩნდეს ამის საფუძვი, რაც ჩვენთან არის სარეაბილიტაციო ცენტრ ზენში. მოკლედ ამის გაცნობა მინდოდა მეგობრებო თქვენთვის, დაახლოებით 9500 ადამიანი მიცნობს ჩემი გამომწერი, ვინ ვარ, მაგრამ თქმას ყოველთვის დოკუმენტით დადასტურება ჯობიაო, ხო? რა ვიცი, მე ეგრე უფრო მწამს და მჯერა. დიდი მადლობა ყველას რომ ისმენდით, მე ყველას გისურვებთ მეგობრებო, მშვიდ და პოზიტიურ ღამეს.